დემონსტრაციას საქმეში ბრალდებულ სამტრედიის რაიონული პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეკუთვნის. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურა გოდერძი თევზაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და დემონსტრაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დავება. ბრალი პროკურატურამ გოდერძი თევზაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილით და 115 მუხლი წაუყენა, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთა. პროკურატურისგან ზეწოლის არ ეშინოდა, მან პროკურატურაში გამოცხადდა დეტალური ჩვენება მისცა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ამ ფაქტის მოხდენის შემდეგ, როგორც აღვნიშნე, მე წეღალ მის სახლთან, სამსახურთან ხორციელდებოდა სხვადასხვა ზეწოლები და მუხარები, აქედან გამომდინარეა ის, რომ მან დღესდღეობით თავი არის და სასამართლოში გამოცხადდა. ადვოკატის ნალაპარაკები არც ერთი სწორი და სიმართლე არ იყო. თუ ჩვენი ეშინოდა აქამდე, მალადეც აფერუ მას კაცობას სამი ქალის თუ ეშინია და მეტი არავინ არ დარბის ამ საქმეს. ჩვენს იქნა მოთხოვნილი აქვეთ ღონისძიების სახით და პატიმრების გამოყენება, რაც სასამართლოს მხრიდან სრულად იქნა დაკმაყოფილებული. ამის შესახებ ყველა სამართალდამცავი ორგანო დღევანდელი დღიდან იქნება ინფორმირებული და შესაბამისად ყველას ევალება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს გოდერძი თევზაძის ადგილსამყოფელის დადგენის შემთხვევაში მოახდინოს აღნიშნული პიროვნების დაკავება.